ბედნიერი დღე ყველას, ვინ გითვალ თვალეთ, მოდი ეს თემა განვიხილოთ, მე დავახასიათებ. ფსიქოტიპს და დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, ვინ შეიძლება, ან ვინები შეიძლება რომ იყვნენ. სამნი არიან ჯამში, თუმცა მე აქცენტს ორზე გავაკეთებ. ერთი მდედრობითი სქესის, მეორე მამრობითი. მდედრობითით დავიწყებ. ეს არის მოვლენა, როცა ვიღაცას სერიოზულად ეჩხირები თვალშიც და ცხოვრებაშიც. ვიღაცის მეტოქეობა არის თვალშისაცემი. თქვენ ეჭვიანობის მიზეზი ხართ მისთვის. კონკრეტულად ისეთ ადამიანს მოსწონხართ ან უყვარხართ, ვინც მასაც მოსწონს ან უყვარს. მუდმივ კომპრომისზე უწევს წასვლა საკუთარ თავთან თქვენს გამო, რაშიც გადანაშაულებთ კიდეც. არ ვიცი, გაქვთ თუ არა წარმოდგენა ამ ზურგს უკანა საკითხზე, თუმცა აშკარად სისტემატიურად გადევნებთ თვალს ეს ადამიანზე ცნობის მოყვარეობით. რაც შეეხება ახლა მეორეს მამრობით სქესს, მისთვის თქვენ მენტალური საბადო ხართ. ეჭვიანობს საშინლად, პანიკის შეტევა აქვს, რამე ისეთი თუ დაინახა თქვენს ირგვლივ, რაც ამ ეჭვს კიდევ უფრო გააღვივებს, ჩასაფრებულია ყველაფერი იმაზე, რაც ხელმისაწვდომია მისთვის, დაინახოს ან გაიგონოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ნერვული აშლილობა აქვს. თითქოს შეგისისხორცად და თან არაფრის გაცემა არ უნდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე მუდმივ იგნორში შეიძლება გამყოფოთ კიდეც და ამავე დროს მესაკუთრეობის გამო ახლოს არავინ არ უნდა გაგიკაროთ. თანდაყოლილი მანიპულაციების მეშვეობით მუდმივ სახეს იღებს მისი თვალთვალი თქვენს მიმართ. ეს არის უზარმაზარი ცნობის მოყვარეობა, ჩასაფრებულის პოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არ მოხვდეს, გაიგოს, სად დადიხართ, რას აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ, რას მოღვაწეობთ, რამდენად სამართლიანი ხართ მის მიმართ ან არ ხართ. და ამას უკვე მუდმივ რეჟიმში თვალთვალის მეშვეობით ცდილობს. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი ესეც გაითვალისწინეთ და აქ თავად ამოიცანით, ვინ ან ვინები შეიძლება იყვნენ. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 673 53 Facebook-ზე ქართული შრიფტით, ტაროს პასუხები ნუ მირეკავთ.